საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, იტალიის გაერთიანება არის ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა. ნაპოლეონის ეპოქაში, მე-19 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის ძლევამოსილი ომების დროს პრაქტიკულად გაერთიანდა იტალია საფრანგეთის ბატონობის ქვეშ. თუმცა 1815 წელს ვენის კონგრესმა იგი კვლავ დაანაწევრა. სამხრეთით, მოდით ვნახოთ რუკა, ორივე სიცილიის, იგივე ნეაპოლიტანიის სამეფოში ბურბონთა აბსოლუტიზმი დამყარდა. ცენტრალური იტალიის ოლქებში კი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად გამყარებული იყო ავსტრიის იმპერიის ხელისუფლების მხარდაჭერით, დესპოტურ მმართველობას ამყარებს. რაც შეეხება ვენეციისა და ლომბარდიის ოლქებს, ისინი ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რომში კი პაპის შეუზღუდავი ძალაუფლება იქნა გამყარებული. შედარებით ეროვნულ და ლიბერალურ მმართველობას ინარჩუნებდა პიემონტის, იგივე სარდინიის სამეფო. ცხადია, ქვეყნის დანაწევრება ვენის კონგრესის მიერ დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ეროვნულ გამათავისუფლებელი ძალების და 30-იანი წლებიდან ეროვნული ძალები უკვე იწყებს გაერთიანებას საზოგადო მოღვაწის და რევოლუციონერის მაძინის გარშემო. ამ უკანასკნელმა 1831 წელს შექმნა საიდუმლო ორგანიზაცია ახალგაზრდა იტალია, ხოლო ევროპაში 1848 წლიდან დაწყებულმა რევოლუციურმა ტალღამ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცა იტალიაში ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ. ეროვნულ მოძრაობაში მაძინისთან ერთად ჩაერთო ჯუზეპე გარიბალდიც. ჯუზეპე მაძინი და გარიბალდი ერთად იბრძოდნენ ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ და მათი მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში რესპუბლიკური მმართველობის დამყარება. თუმცა ეროვნულ მოძრაობას თავისი ხარვეზიც ჰქონდა. არ არსებობდა იდეური თანხვედრა ეროვნულ ძალებს შორის. კერძოდ, დემოკრატების მთავარი მიზანი იყო იტალიაში რესპუბლიკური წყობილების დამყარება. ლიბერალები კი ქვეყნის მომავალს კონსტიტუციურ მონარქიაში ხედავდნენ, ხოლო რაც შეეხება სასულიერო პირებს, ისინი მხარს უჭერდნენ რომის პაპის მეთაურობით იტალიის კონფედერაციულ გაერთიანებას. სწორედ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა წარმოადგენდა ერთგვარ საფუძველს ქვეყანაში 48-49 წლების რევოლუციური ტალღის დამარცხებისა, რასაც შედეგად მოყვა მაძინისა და გარიბალდის ემიგრაციაში წასვლა. 50-იანი წლებიდან კი იტალიაში ახალი ძალით იწყება ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და მას სათავეში უდგება კამილო კავური. იგი გახლდათ პიემონტის, იგივე სარდინიის სამეფოს ერთ-ერთი მემამულე, ფრიად განათლებული, წინდახედული და ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელიც 1852 წელს სარდინიის პრემიერად დაინიშნა. კავური დიდ პატივს სცემდა და დიდი სიმპათიით იყო განწყობილი დიდი ბრიტანეთის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური წყობილების მიმართ და სწორედ მისი რჩევით პიემონტიის მეფემ ვიტორიო ემანუელ მეორემ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია დაამყარა. კამილო მიიჩნევდა, რომ ქვეყნის გაერთიანება გულისხმობ იტალიას უნდა დაწყებული იყოს სწორედ ლიბერალურ-დემოკრატიული და შედარებით უფრო პროგრესული ეროვნული იტალიური სახელმწიფოს, კერძოდ სარდინიის თაოსნობით. და მან დაიწყო საგარეო პოლიტიკური არეალზე მოკავშირის ძიება ქვეყნის გაერთიანებისათვის. ამისთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა 1853 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ომში ჩაერთო დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. რაც შეეხება ავსტრიის იმპერიას, მან თავი შეიკავა ანტირუსულ კოალიციაში მონაწილეობის მიღებისაგან. სწორედ ამით ისარგებლა კავურმა დაუკავშირდა საფრანგეთის იმპერატორს და სწორედ მასთან შეთანხმებით თავისი ჯარები, პიემონტიის ჯარები გაგზავნა ყირიმის ნახევარკუნძულზე. კავურის სტრატეგიამ გაამართლა, საფრანგეთი უმალ კეთილად იქნა განწყობილი პიემონტიის სამეფოს მიმართ და საკმაოდ საპატიო ადგილიც დაუთმეს საბოლოოდ ვერსალის კონფერენციაზე იტალიის წარმომადგენლებს, რომელთაც დააყენეს იტალიის გაერთიანების საკითხი. კავურმა
საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამე შესთავაზა ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონი, უბრალოდ ქალაქი, ნიცა და სავოიე, თუ საფრანგეთი დაეხმარებოდა პიემონტიის სამეფოს, ავსტრიელთაგან გაეთავისუფლებინა ვენეცია და ლომბარდია. შეთანხმება შედგა და 1859 წელს სარდინია და საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ავსტრიის იმპერიას. საკმაოდ წარმატებული გამოდგა საომარი მოქმედებები მოკავშირეებისთვის, სარდინიამ და საფრანგეთმა გაათავისუფლეს ლომბარდიის ოლქი ავსტრიელი დამპყრობლებისაგან, თუმცა ვენეცია ჯერჯერობით კვლავ ავსტრიის ხელში რჩებოდა. ამ ომში ჩაერთო ჯუზეპე გარიბალდიც თავის მეომრებით და სწორედ მისი შეერთება საომარ მოქმედებაში კიდევ უფრო მეტ სტიმულს და მეტ მუხტს ძენდა იტალიელი ხალხის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ომის პარალელურად აჯანყება დაიწყო ცენტრალური იტალიის ოლქებში, რასაც შედეგად მოყვა საგარეო პოლიტიკაში პრო-ავსტრიული ორიენტაციის მქონე ადგილობრივ მმართველ ხელისუფლებელთა მიერ ქვეყნის დატოვება. სწორედ ამით ისარგებლა კავურმა და ცენტრალური იტალიის ოლქები შემოუერთა სარდინიას. საბოლოოდ ნაპოლეონ მესამე დააფრთხო იტალიაში დაწყებულმა ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რევოლუციურმა მოძრაობამ და მან საბოლოოდ ომი შეწყვიტა ავსტრიასთან. 1859 წელს ავსტრიასა და საფრანგეთს შორის დადებული ზავის საფუძველზე ლომბარდია გადაეცა სარდინიას, ხოლო რაც შეეხება ვენეცია, იგი ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო იტალიისათვის. 1860 წელს სიცილიაში აჯანყდნენ გლეხები. ამ აჯანყებას შეუერთდა ჯუზეპე გარიბალდიც თავისი ათასეულით. აღფრთოვანებით ეგებებოდნენ სიცილიელი გლეხები იტალიის ეროვნულ გმირს და ერთიანი ძალებით მათ შეძლეს 20 დღეში სიცილიის გათავისუფლება. ამას კი შედეგად მოყვა ჯუზეპე გარიბალდის ათასეულიდან უკვე 25,000-მდე გაზრდილი მისი ჯარების გადასვლა სამხრეთ იტალიის ტერიტორიაზე და უკვე აგვისტოს თვეში გარიბალდმა შეძლო 150,000-იანი ბურბონთა ჯარის დამარცხება და საბოლოოდ დაამხო ბურბონთა მმართველობა სამხრეთ იტალიაში და სამხრეთ იტალიაც გათავისუფლდა ადგილობრივი აბსოლუტური ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ კავურმა გადასხა თავის სამხედრო ძალები სამხრეთ სიცილიაში, ჩაატარა საყოველთაო გამოკითხვა პლებისციტი, რომლის საფუძველზეც სამხრეთ იტალია და სიცილიაც შეუერთა პიემონტიის, იგივე სარდინიის სამეფოს. ნაპოლეონ მესამე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა კავურს შეერთებინა ცენტრალური იტალიის ოლქები, რაც კავურმა მას დაუთმო შეპირებული სავოა და ნიცა. ამის შემდეგ უკვე იწყება იტალიის ბრძოლა დანარჩენი რეგიონების გაერთიანებისათვის. 1866 წელს დაიწყო ომი პრუსიასა და ავსტრიას შორის და საბოლოოდ ამ ომში ჩვენ უკვე ვიცით, რომ გაიმარჯვა პრუსიამ და იძულებული გახდა ავსტრია მას ვარი ეთქვა და დაეთმო იტალიისათვის ვენეციის ოლქი. ასე რომ 1866 წელს უკვე სარდინიამ შეიერთა ვენეციაც. მე შეგახსენებთ, რომ გერმანიის გაერთიანების პროცესი მიმდინარეობდა იტალიის გაერთიანების პროცესის კვალდაკვალ და სწორედ ვენეციის შეერთება იტალიისათვის ერთგვარი მონაპოვარი იყო გერმანიის გაერთიანების პროცესის შედეგისა. 1870 წელს, 4 წლის შემდეგ კი რომის შეერთებაც მოხერხდა, კერძოდ ავსტრიასა და საფრანგეთს შორის მოხდა ომი. ამ ომში, უკაცრავად პრუსიასა და საფრანგეთს შორის, ამ ომში დამარცხდა საფრანგეთი და სწორედ საფრანგეთის იმპერატორი, რომელიც მფარველობდა რომის პაპს, გადაყენებული იქნა ტახტიდან, ამით ისარგებლა სარდინიის მეფემ და შემოიერთა რომის ოლქიც, ხოლო რაც შეეხება პაპს, იგი ჩაიკეტა ვატიკანში და პროტესტის ნიშნად გამოაცხადა, რომ არ გამოვიდოდა ვატიკანიდან, სანამ მას საერო ხელისუფლებას არ აღუდგენდა. 1871 წელს ამ მოვლენებიდან ცოტა ხნით ადრე კი ტურინში, კერძოდ
ნეაპოლიტანის, სარდინიის, პიემონტის სამეფოს დედაქალაქში გამოცხადდა სარდინია და მასთან მიერთებული ტერიტორიების საფუძველზე იტალიის სახელმწიფო, ხოლო მას შემდეგ, რაც რომი შემოიერთა სარდინიამ, უკვე დედაქალაქი ტურინიდან იტალიის გადავიდა რომში. პრაქტიკულად 70-იანი წლებისათვის იტალია გაერთიანებული იყო, თუმცა მის ფარგლებს გარეთ რჩებოდა იტალიელებით დასახლებული რიგი ტერიტორიები და უმნიშვნელოვანესი ქალაქები ნიცა და სავოიე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე იტალია აღქმულ იქნა როგორც დიდი სახელმწიფო, მისი სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსები საკმაოდ სუსტი იყო, ვიდრე წამყვანი ევროპული თუ მსოფლიო სახელმწიფოების. ამიტომაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა თავის გაერთიანების პირველ ეტაპზე დაჯერებოდა შედარებით უფრო მოკრძალებულ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი გაკვეთილი ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.